Am წუთებში პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი აჭარაში იმყოფებიან, მათ შუახევ ჰესის მშენებლობას უნდა ჩაუყანოს საფუძველი, ჩვენ ამ კადრებს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. Welcome everybody, dear friends, dear guests, honorary ambassadors, our foreign and local partners. Today it's a very big day for us. We are glad that today we make the foundation of a new project of Shuachevi project and to construct the Shuachevi cascade. Investitsiებს ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში ტრანსნაციონალური კომპანია Tata Group-ი და ნორვეგიულმა კომპანიამ Clean Energy-მ 3 წლის განმავლობაში ამზადებდა როგორც წარმოადგენელმა აღნიშნა ამ პროექტს. We are pleased to announce that two great companies are in the head of the project. This is the Norwegian company Clean Energy Group and one of the largest world companies from India. Tata Group-თან შეხვედრა მქონდა მე და ჩემი ვიზიტის დროს და იქ დავიწყეთ საუბარი Tata Group-ის მონაწილეობაზე და ძალიან სასიამოვნოა რომ ესეთი სოფლიოში ცნობილი მსხვილი კომპანია საქართველოში დებს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტიციას. ეს ერთია რომ ინვესტიცია მივიღეთ, მეორეა რომ ესეთი კომპანია თვითონ არის თავისთავად კიდევ იმიჯის სამწევი ჩვენი ქვეყნისათვის. ისევე როგორც Clean Energy და მე დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ მათ დიდ მადლობას გადავუხდით ამ ინტერესებისათვის. I'm glad to say now that our first meeting with the representatives of Tata Group or Tata Power Group was at Davos World Economic Forum, and after that they expressed their wish to make investments in Georgia. On the one hand, it's a great thing because they are making investments, but on the other hand, it's also great that such a big company is with us in this endeavor. And also, I would like to mention the rest of the companies from Norway. და სხვა ჯგუფი ამათთან ერთად არის კიდევ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, იმათაც დიდი მადლობა მინდა გადავუხდა მონაწილეობისათვის. And I would also like to thank the International Economic Financial Corporation and the Clean Energy Group. Რავაჯერ მე აღნიშნავს ჩემს გამოსვლაში რომ ჩვენი ძირითადი გამოწვევა გახლავთ ეკონომიკა. ეკონომიკა ენერგიის გარეშე არ იქნება, საფინანსო საბანკო სისტემა ჩვენს ქვეყანაში ნორმალურად ფუნქციონირებს, ამის შემდგომ თუ გვინდა ჩვენ ნებისმიერი ტიპის წარმოება და თუ გვინდა ჩვენ დასაქმებაზე ვიზრუნოთ, ძირითად გამოწვევას ჩვენსაც ვერ ბრძოლოთ, აუცილებელია რომ ჩვენ გქონდეს საკუთარი ენერგიის გამომუშავების საშუალება. As we always notice, our first priority is a strong economy, and strong economy is impossible without good energy. Of course, the banking system and financial system is working better today in Georgia, but I'm sure that improvement in the energy power technologies will be also very helpful. ჰიდროხესის მშენებლობა ყოველთვის იწვევს საზოგადოებაში კითხვებს. კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ მონაწილეობენ ძალიან სერიოზული კომპანიები, სოფლიო დონის კომპანიები, აქ გამოკვლევები არის ჩატარებული მაღალ დონეზე და არავით არის საშიშროება რეგიონს და ბუნებას არ დაემუქრება. Construction of power stations are of great interest for everybody, for the governments and for the population, but I would like to ensure everybody that these projects are accomplished or are being accomplished on the basis of the observations and explorations from environmental protection authorities, so everything is secured. მადლობა მინდა ადგილობრივ მოსახლეობას გადაუხადო ესეთი გაგებისათვის. ძალიან იოლად უხმაუროთ შუახევში ვახერხებთ ესეთი მასშტაბური მშენებლობის დაწყებას. და რა თქმა უნდა მოხერხდეს რომ ადგილობრივ მოსახლეობამ ჯერ ზოგადად საქართველოს აღორძინებას და ეკონომიკაში ეს ითამაშებს დიდ როლს და უფრო კონკრეტულად მათ უფრო დიდი სარგებელი უნდა მიიღონ ამ ჰესის მშენებლობიდან. I would like to express my gratitude towards the local population because with their help we are going to make this construction without any noise and peacefully. And at the same time I would like to stress the fact that it will be beneficial for them as well. და მადლობა ორგანიზატორებს რომ აქ სკოლა დაარსდა უკვე, როგორც გამოსვლმა მოგახსენათ რომ 500-ზე მეტი თუ 600-ზე მეტი უკვე გადამზადება დაწყებულია სტუდენტების და ეს რა თქმა უნდა რეგიონში დამატებით შეღავად იქნება this regionisatvis Thanks to the organizers of the training sessions and training groups because it will give the additional sources for the employment and for the successful accomplishment of the project. მე ვიცი და თქვენს კარგად მოგეხსენებათ რომ ბევრი პოლიტიკოსი ამით სპეკულირებდა ჰესების მშენებლობით და ხშირად ძალიან მოკლევადით ახერხებდნენ მოსახლეობის დარწმუნებას და პატივისცემას ამით მოლბობას თუ გნებავთ
მაგრამ სტრატეგიულად ჩვენ ძალიან გვჭირდება ელექტროჰესების შენებლობა, ჰიდროჰესების შენებლობა და ჩვენ ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ არა გვაქვს ისეთი საექსპორტო საშუალებები, რომ ელექტროენერგია გარედან ვიყიდოთ. ენერგოდამოუკიდებლობა კი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი იქნება. I know that many politicians were not in favor of this project, but I would like to assure you that without independent energy sources, it will be impossible for our country to have strong economy. So this is one of the main priorities for us, and I think that with the help of the local population, it will be successful. მე ვისარგებლებ თერმონით, შეიძლება მოსაწყენი იყოს უცხოელებისთვის განსაკუთრებით ეს დამოკიდებულება, მაგრამ მაინც მინდა მე ვარასკევს მოწვეული მყავდა ჩვენი მისი უწმინდესობა პატრიარქი და პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ესე არ აგვეშენებინა ორ ადგილზე, ერთ ადგილზე თქვენ ღვთის ხეობაში, სადაც თურმე წყალი დააკლდება ხეობას, მეორე ხეობა ისევ ხუდოხენსე იყო თხოვნა, რომ იქ წყალი მოემატება. და პატრიარქს კარგად აუხსენი და მის მოწმინდესობამ ძალიან კარგად გაიგო, მე ვთხოვე მას, რომ პირიქით მხარი დაეჭირა. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი. ჩვენ აუცილებლად უნდა მოახერხოთ და ავაშინოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამოიმაშებოდეს ენერგია. ეს შექმნის საფუძველს იმისას, რომ მრავალი ტიპის სხვადასხვა ტიპის საწარმო დაფუძნდეს. ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. თუ გნებავთ, ხვალ განიხილება ხუდოხესის შენებლობის საკითხი გამგეობაში და აქაც მინდა ჩვენს საყვარელ სვანებს მიმართო, რომ გაგებით დინჯად მოეკიდნონ ამ საკითხს, ეს სჭირდება მთელ საქართველოს, არა მარტო სვანეთს და სვანეთის რეგიონსაც აუცილებლად აღორძინებს. რა თქმა უნდა, ბუნება საკლდება, რა თქმა უნდა, ბუნება სადღაც დაიფარება წყლით. მე მოგიყვანთ კარგი მაგალითს, არ არის აუცილებელი სოციოლოგიც, ეს ყველაფერი საქართველოსთვის. მოკლედ შეგიძლიათ უთხრათ კი. Mr. Prime Minister spoke about the complaints, even sent towards the Catholic. That's not very interesting for you, and but he wants to stress the fact that though there were many contradictions from the certain sides, the constructions of the power stations are very important, and all the populations throughout the Georgia, even the population in Svaneti, who he's addressing from here again, they are assured already that construction and building as many power stations as possible will be crucial and decisive for the successful development of the country. ჩვენ გავითვალისწინებთ რა თქმა უნდა თითოეული მოსახლის ინტერესს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ, მაგრამ არ შეიძლება რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი შეუშალოთ და არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებიც ხმაურობენ მხოლოდ და მათ ხმაურის მეტი არაფერი არ შეუძლიათ. აუცილებელი და სავალდებულოა რომ ჩვენ შვილებს მივიცეთ საფუძველი, რომ დაუტოვოთ განვითარებული საქართველო. ამიტომაც ყურადღებით მოეკიდეთ და ძალიან დიდი თხოვნით ჩემიც გაითვალისწინეთ, რომ ხუდოხესი არის ასაშენებელი, ისევე როგორც სხვა ბევრი ხესი. კიდევ გიმეორებთ და გარწმუნებთ, რომ გათვლები კეთდება ძალიან სერიოზული კომპანიებით, ეს არ დააზიანებს ჩვენს ბუნებას და ყველაზე კარგი მაგალითი ამის, რომ როდესაც მოწინააღმდეგეები ამ ხესების შენებლობის გამოდიან, თქვენ შეგიძლიათ დაუპირისპიროთ შვეიცარიის, სადაც ბუნება მაქსიმალურად დაცულია, ავსტრიის, ნორვეგიის, სადაც 10-ჯერ მეტია ტერიტორიები დაფარული წყლით, ჰესების შენებლობის გათვალისწინებით. რომ იცოდეთ, ნახეთ იქაც შეადარეთ კოეფიციენტები და არავინ არ დაგაბნიოს და არავინ არ მოგატყუოთ, რომ საქართველოში ბუნებას ანადგურებენ. ნორმალურია, ჩვენ შევენარჩუნებთ ჩვენი ბუნების საუკეთესო ნაწილს, ამავდროულად ბუნებას სჭირდება კარგი ეკონომიკა, იმ ბუნებასაც მიხედვა უნდა. ამისათვის ჩვენ უნდა დავაბალანსოთ და უნდა მოვძებნოთ ოქროს კვეთი, ესე რომ ვთქვათ. და მოწინააღმდეგეებს ყოველთვის დაუპირისპირეთ და ნახეთ სტატისტიკა. შვეიცარია, ავსტრია, ნორვეგია და სხვა სკანდინავიის ქვეყნები რამდენჯერმე მეტი ტერიტორია არის დაფარული პროცენტულად მხედველობაში, ტერიტორიიდან გამომდინარე პროცენტულად, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ჩვენ ჰესების შენებლობა უნდა გავაგრძელოთ და იმ გრძნობით, რომ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. We should continue constructions of the and the best example to say that it won't damage nature and it won't be dangerous for the population as well is the example of Switzerland, where although the water covers some part of the territory, it is not as dangerous as it seems. And at the same time, I would like to say that we will meet the requirements of all the inhabitants, and at the same time, we are not going to prevent the strategic development of the country. როგორც მე მისი უწმინდესობა დავარწმუნე, შეჭირების სათხოვრად მოვიდა, მხარდაჭერით დავცილდით, როდესაც გავაცილე მისი უწმინდესობა, ესევე მინდა თითოეული ქართველი დავარწმუნო, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ჩვენ შვილებს შეუქმნათ
მომავალი. ამას სჭირდება ენერგია, რომ ეკონომიკა ავაღორძინოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ უცხოელ ინვესტორებს, სტუმრებს. Once again, I would like to thank our foreign ადგილობრივ investors and მოსახლეობას. partners, the local population, იმ ხარდაჭერისათვის for the support. ეს იყო პირდაპირი ჩართვა აჭარიდან, სადაც პრემიერ-მინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა შუა ხევჰესის მშენებლობას უნდა ჩაუყარონ საფუძველი. მშენებლობას ინდური კომპანია Tata Power-ი, ნორვეგიული Clean Energy Invest და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ICS-ი ახორციელებენ. პროექტით გათვალისწინებულია წყალსაცავების და 2 კაშხლის მშენებლობა. პროცესი 2016 წლისთვის უნდა დასრულდეს.